მოგესალმებით, თუ გსურთ, რომ თქვენს გამოგივიდეთ აი ესეთი ფუმფულა და ღუნღულა იდეალის ფენები, დარჩით ვიდეოს ბოლომდე. რეცეპტი არის ძალიან მარტივი და დეტალურად აგიხსნით ყველაფერს. თასში გადავიტანოთ 3 ცალი კვერცხი. დავუმატოთ 100 გრამი შაქარი. გავთქვიფოთ ხელის საშუალებით კარგად. პროცესში დავუმატოთ ვანილის ფხვნილი და მწიყვი მარილი. ამ მასით გამოდის პატარა 8 ნაჭრიანი იდეალი. დავუმატოთ ასევე 2 სუფრის კოვზი თაფლი, მოურიოთ კარგად და დავუმატოთ 100 გრამი გამდნარი კარაქი. ეს ყველაფერი გადაურიოთ ხელით და შემდეგ დავუმატოთ დაქუცმაცებული ნიკოზი. დავაცროთ შემდეგ 200 გრამი ფქვილი, ამოურიოთ, ბოლოს კი დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი სოდა გააქტიურებული ძმრით, მოურიოთ კარგად მასას. და მზად არის. ახლა კი გამოვაცხოთ გამოსაცხობ ფორმაზე. მე გამოვიყენე მრგვალი ფორმა, რომელიც არის 8 ნაჭრიანი ტორტის ბისკვიტის. გადავიტანე თითოეული ფენა და ვაცხე 200 გრადუსზე 5 წუთის განმავლობაში. გამოვიდა ესეთი ძალიან ფუმფულა და ჰაეროვანი ფენები. ძალიან მარტივად მზადდება, მინდა გითხრათ, შეგიძლიათ გაუკეთოთ კრემი და მიირთვათ გემრიელად. მადლობა.